რა მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას კლიმატური ცვლილებების ფონზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას ასე ჰქვია ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოს უნიკალური ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება. როგორი გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოხვდეს დაუდევრობას. სააგენტომ დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ 500-მდე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები მისცა. გამოვლიდნენ გამარჯვებულებიც. ეს ის ბუნება, რომლის შენარჩუნებაც იმ ახალგაზრდების მიზანია, რომლებიც პროექტში ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას მონაწილეობდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო აღნიშნული პროექტით უკვე წლებია ცდილობს ახალგაზრდა თაობას დაანახოს, რომ ბუნება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცოცხალია, რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდება. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრების სკოლის მოსწავლეებმა სცადეს ესეებით, ნახატებით, ფოტოებითა და პოსტერებით აესახათ მათი დამოკიდებულება ბუნებისა და ეკოსისტემის მიმართ. თუ რა გვაქვს დღეს და რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ თუ ამ ბუნებას არ გავუფრთხილდით. მე ვიმუშავე გარემოს დაცვით პროექტზე ნახატზე, სადაც წარმოდგენილი არის დაცული ტერიტორიები და ასევე არის განადგურებული ბუნება. შუაში დედამიწა, სადაც ბავშვი რწყავს მცენარეს. ეს იმედი არის მომავლის და იმის, რომ ადამიანების დახმარებით შეიძლება გაცოცხლდეს ბუნებაც. ასევე დედამიწას გარს აკრავს ხის ტოტი, რის არის იმედის სიმბოლო. ქვეყანაში 100-მდე დაცული ტერიტორია გვაქვს, თუმცა ამჯერად გამარჯვებულები იმერეთის, გურიის, რაჭისა და მარტვილის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის შეირჩნენ. კონკურსში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო. მათ თითოეულ ნამუშევარში ფლორისა და ფაუნისადმი სიყვარულთან ერთად შიში და ამავე დროს იმედი იგრძნობა. შიში იმისა, რომ ერთ დღეს ადამიანების დაუდევრობით ბუნების ეს საჩუქარი შესაძლებელია განადგურდეს. წარმოადგენენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლხეთის ეროვნული პარკი არა მარტო ფოთისთვის და არამედ საქართველოსთვის. ერთ-ერთი მინდა ვახსენოს სფაგნიუმის ხავსი. სფაგნიუმის ხავსი არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ხავსი, ის ეხმარება საქართველოს ნახშირორჟანგის შესუნთქვაში და ჟანგბადის გამოყოფაში. ეს არის ბუნებრივი ოქრო თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩემს ესეში ნაცვლად წარმოვაჩინე დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და მინდა ადამიანებს მოუწოდო იმისათვის, რომ არ დაანაგვიანონ გარემო და მოუფრთხილდნენ მას, რადგან შემოუნახოთ მის მომავალ თაობებს. დედამიწა ჩვენი სახლი არის, ამიტომაც მას უნდა მოუფრთხილდეთ და ეს ჩვენი ვალია. წელს ღონისძიება იმერეთში, სოფელ ნავენახევში, ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ გაიმართა. მღვიმეს 27 წლიანი ისტორია აქვს. ის სანახაობრივად გამორჩეული ადგილია, რის გამოც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მღვიმეში მოგზაურობა ქართველ სპელეოლოგთა დარბაზით იწყება, რომლის სახელწოდებაც იმ ქართველ მკვლევარებს უკავშირდებათ, რომლებმაც მღვიმე შეისწავლეს. მარშრუტის დასასრულს ვიზიტორებს ბუნებრივი დაახლოებით 7 მეტრიანი სტალაგნიტის კედელი ხვდებათ. დადგენილია, რომ მის მიღმა მღვიმე გრძელდება, თუმცა ვიზიტორებისთვის მარშრუტი სწორედ ამ წერტილში სრულდება. ნავენახევის მღვიმე არის 27 მილიონი წლის ცალკარა მღვიმე, ანუ ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი აქვს. რაც შეეხება მის უნიკალურობას, მღვიმეში წარმოდგენილი არის ულამაზესი სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სტალაგნატები. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის თეთრი ფერის შეფერილობის მქონე სტალაქტიტები, რომლებიც თითქმის არსად არ გვხვდება საქართველოს მასშტაბით. ნავენახევის მღვიმე არის 210 მეტრის მქონე ტურისტული ბილიკით, არის პატარა, ორსართულოვანი და 4 დარბაზიანი მღვიმე. ყველა დარბაზს თავისი სახელწოდება აქვს. აღნიშნული პროექტი ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას საქართველოს მასშტაბით წლებია ხორციელდება. სამიზნე ჯგუფს სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ. მიზეზი კი ახალგაზრდებში ბუნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. სკოლის მოსწავლეები ამ პროექტის ფარგლებში ეცნობიან ინფორმაციას დაცულ ტერიტორიების შესახებ, ბიომრავალფეროვნების შესახებ, არსებული გლობალური საფრთხეების შესახებ გარემოს დაცვის სფეროში და სწავლობენ უფრო მეტს გარემოში, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო ოთახებში. გარემოს დაცვითი პროექტი ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას, ეს არის არაფორმალური განათლების მიმართულებით შემეცნებითი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ფორმალურ განათლებაში მიღებული ცოდნის გამყარებას ველურ ბუნებაში.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოდნენ კონკურსის სახელწოდებით დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება გამარჯვებულები. კონკურსში ჯამში მონაწილეობა 500-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. შემეცნებითი პროექტის განხორციელება მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მომდევნო წლებშიც იგეგმება.